აი პირველად დადგა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში გეოპოლიტიკურად ჟამი, როდესაც დოლარების წვიმა მოდიოდა ჩვენს თავზე. ციდან ეს პერიოდი აღმოცენდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში დაიწყო ეგრეთ წოდებული სპეცოპერაცია, ანუ ომი, რის გამოც ეს ამხელა 12000 კილომეტრზე გადაჭიმული იმპერია დასანქცირდა, დაიკეტა საერთაშორისო კონტაქტები, სავაჭრო, პოლიტიკური, ეკონომიკური კონტაქტებისათვის, ხველებზე, ზღვაზე, კოსმოსში, ოკეანეზე, ყველგან. ქვევით დახშა ასევე დასანქცირებული ირანი და პატარა ზოლი, როგორც არაერთხელ მithქვავს, შერჩა მსოფლიოს და ევრაზიას სულის მოსათქმელად. სასუნთ კარტერია და ეს იყო საქართველო. დღემდე. და მთელი მსოფლიოს კაპიტალი, რაც კი მიდიოდა აი ამ სივრცეებზე მანამდე, ტრანზიტში, ეკონომიკურ ურთიერთობებში, ენერგომატარებლებში, ჩვენსკენ წამოვიდა და აი ეს მილიარდები აი ამ ბანდამ მიითვისა, კიდევ ვერ გაძღნენ, ვერ გაიყვეს, კიდევ ერთმანეთს დაერივნენ, ეხლა კიდევ მათი პატიმრები ჩვენ უნდა შევინახოთ იქ ციხეში მსუყებ და მათი მოპარული მილიარდები უნდა იყოს უსაფრთხოდ და ესეთი მდგომარეობა, რომ არ ყოფილიყო აი ასეთი საბედისწერო რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში, აი იმ პერიოდში განსაკუთრებით, რასაც მე ვამბობ, უკრაინაში ომის დაწყებიდან ეს 4 წელი, ჩვენ დავაგროვებდით იმდენ კაპიტალს, მეგობრებო, რომ ეყოფოდა საქართველოს განვითარებისათვის 1 საუკუნე. ყველაფრისთვის, ეკონომიკის აღდგენა, სოფლის მეურნეობის ფეხზე დაყენება, სოციალურად აუცილებლობის მიხედვა, შობიარეთა ფონდი, დემოგრაფიული ფონდი, დაცარელებული სოფლების აღდგენა, სკოლებში სამჯერადი კვების დაწესება, სრულად უფასო უმაღლესი სასწავლებლები და არა ნაწილობრივ, როგორც ახლა ცდილობენ მოგვაჩვენონ, ვითომ რაღაცა გაეღვიძათ ადამიანური მეტარია ჩვენი. სრულად უფასო ჯანმრთელობის დაცვა, ის თავაზეც ლეიბორისტები ამდენი წელია ვირუცით. ყველაფერი გვექნებოდა გარანტირებული, მეგობრებო. ეს იყო ის კაპიტალი, რომელიც არასოდეს აღარ განმეორდება, რადგან ხედავთ, აგერ გეოპოლიტიკა რა სწრაფად იცვლება, რომ დაინახეს, რომ აქ ეს ბანდაა ჩაბუდებული, უცბად მოგვინახეს ალტერნატიული გვერდითი გზა, ზანგეზურის სახით ტრამპის. საბედისწერო რამ გამოდგება საქართველოსთვის, ერთჯერობით ეს არის